მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს კოლექტიურად დასავლეთსა და რუსეთს შორის და უფრო კონკრეტულად ის სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ტრამპსა და პუტინს შორის და რა მოხდა თუ შეიცვალა რამე ამის შემდგომ. მევესალმებ მაყურებელს. შეიცვალა თუ არა რამე, ალბათ არაფერიც არ შეცვლილა რეალურად, რასაც ვხედავთ ჩვენ ახლა. ფაქტობრივად გვაქვს სიტუაცია, როდესაც ტრამპი ცდილობს რაღაცის მიღწევას, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ფაქტობრივად ყოველთვის აყენებს წინაპირობებს იმისაც, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს კი არა ცეცხლი რო შეწყდეს. შესაბამისად აქედან გამომდინარე ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ რამე შედეგი ამას მოყვეს. და რეალურად ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად რუსეთის მხრიდან დროის გაჭიმვის სტრატეგია. მეორეს მხრივ კიდევ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო წინასაარჩევნო დრო მე შევაჩერებ ბომბს უკრაინაშიო და ის ყველანაირად ცდილობს ამას, მაგრამ პუტინი ამის საშუალებას არ აძლევს. თუმცა მაინც ჩვენ გავიგეთ, რომ თქვა სანქციების ახალი პაკეტი დროებით შეჩერებულია და არსებობს იმედები, რომ რუსეთი პუტინი მართლა მოინდომებს ომის დასრულებას. აი ეს არასწორი მოლოდინები როდის შეიძლება შეიცვალოს, როდის უნდა ველოდოთ ამას? ალბათ დიდი ხანი ამასაც არ დასჭირდება, ალბათ ჩვენ ვხედავთ, რომ გრადაცია იყო თავიდან, რომ 24 საათში შეწყდება ომი, შემდგომ იყო რომ უახლოეს ხანებში, შემდგომ უკვე 100 დღე შემდგომ თარიღის დასახელების გარეშე, ახლაც სადღაც გაურკვეველ ვითარებაში ღმერთმა უწყის, როდის იქნება ეს. ახლა ტრამპი ყოველთვის გამოთქვამს იმედს, რომ ეს მალე იქნება, რომ მას ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ დრო გადის და ჩვენ ხედავთ, რომ ამ კუთხით არაფერი არ იცვლება. სანქციების პაკეტზე კი ძალიან სწორად თქვა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ეს ადმინისტრაციაზე დამოკიდებული არ არის, რადგანაც ეს არის კონგრესის გადასაწყვეტი, სენატში კი ამასთან დაკავშირებით უკვე საკმარისი რაოდენობა კი არა, ძალიან ბევრად მეტი რაოდენობა არის. სენატში არსებობს უკვე ვეტოს დამძლევი რაოდენობა ამასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მინიმუმ არის ხელმომწერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ნამდვილად მთელი ამ ამბის. პუტინის რეალურ ამოცანებებთან დაკავშირებით თუ გავიგეთ უფრო მეტი ამ დღეებში. შეიძლება იყოს თუ არა მისი ამოცანა, რომ აი ამ ბრძოლის ამ მოლაპარაკებების გაწელვით გავიდეს იმ ადმინისტრაციულ საზღვრებზე, სადაც მოხაზული აქვს, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაა უკვე და სწორედ მაშინ დაამთავროს ომი. კარგით, მოდით ასე ვთქვათ. პუტინის მიზანი არ იყო ეს 4 რეგიონი, ეს არის ეგრეთ წოდებული Consolation Prize, დამამშვიდებელი პრიზი ამ შემთხვევაში. და ნუ ერთადერთი სტრატეგიული ამოცანა გადაჭრა მან რეალურად ამ მომენტისათვის ეს არის, რომ ყირიმის მომარაგება შესაძლებელია არა მარტო ქერჩის ხიდით, არამედ ხმელეთითაც, მაგრამ ზუსტად ეს არის მისი პრობლემა, ზუსტად ამიტომაცაა ეს 4 რაიონი მისთვის ესეთი მნიშვნელოვანი, რომ ყირიმის მომარაგება უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი ხიდის გარეშე, მაგრამ სიტუაცია ასეთია. ამას უკრაინა ვერ დათანხმდება. 2022 წლის მაისისგან განსხვავებით, ახლა უკრაინას ბევრად უკეთესი სიტუაცია აქვს და მაშინ არ წავიდა ამაზე და იმ მომენტში ხერსონი დაკავებული ჰქონდა რუსეთს. თვითონ ქალაქი არა ოლქი, არამედ ქალაქი. ახლა ის ხერსონიც არ აქვს დაკავებული, რომ არაფერი არ თქვათ ხარკოვის ოლქის დიდ ნაწილზე და ასე შემდეგ. ქალაქ ხარკოვზე თავად. ხარკოვი არ ქონდათ დაკავებული, მაგრამ უბრალოდ მათ ცენტრალური პირველი ამოცანება ეს იყო. უბრალოდ მათ მაშინ ისინი აკონტროლებდნენ მაგისტრალებს ჯერ კიდევ იმ პერიოდისათვის და შესაბამისად სუმის და ჟიტომირის ოლქშიც გარკვეული უკეთეს მდგომარეობა ჰქონდათ. ახლა იმის შემდგომ ვითარება შეცვლილი. პუტინი ახლა რასაც აკეთებს, რეალურად ცეცხლის შეწყვეტა მისთვის საკმაოდ სახიფათო გახდა, რადგანაც ეს სამხედრო თვალსაზრისით ცეცხლის შეწყვეტა იმ პირობებში თუ უკრაინა არ დაუთმობს მას რეგიონებს, რუსეთისთვის ზედმეტ თავის ტკივილი იქნება, საწაიყვანოს ეს ჯარისკაცები ერთი თვე კაი გააჩერებს იქ. მერე ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება, არ გაგრძელდება, თუ გაგრძელდა ეს ჯარისკაცები უკვე დასაბრუნებელი ყავს. ეს ჯარისკაცები კიდევ არ არიან იმ მდგომარეობაში ახლა. 100,000 ჯარისკაცია ლაპარაკი, 100,000 შეერაღებულ ადამიანზე, რომელიც უნდა დაბრუნდეს გაურკვეველ ვითარებაში. და რაც მთავარია, რომელიც იღებს საკმაოდ მაღალ ხელფასს ახლა რუსეთის
პირობებზე ძალიან მაღალ ხელფასს, რომელიც ამ მსგავს ხელფასს რასაკვირველია დაბრუნების შემდეგ ვერ მიიღებს და რეალურად ეკონომიკური თვალსაზრისით აშკარად უკვე რუსეთი რეცესიისკენ მიდის. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ვითარება თუ სამხედრო ოპერაცია წარმატებით არ დაასრულა და წარმატება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მოდით ვთქვათ პირდაპირ. ახლა ბევრს იძახიან, რომ ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს თავის დასახულ მიზანს სამხედრო თვალსაზრისით. არ არის ეს მთლად ერთნაირად ამ შემთხვევაში. უკრაინას საკუთარი მიწისთვის იბრძვის, შესაბამისად ის გაცილებით მეტის პოტენციალი გააჩნია ამ კუთხით, ვიდრე რუსეთს, რომელიც ხვის მიწის დასაპყრობად იბრძვის. და ტრადიციულად ასე არის, რომ როდესაც გრძელდება ომი დიდ ხანს, დამპყრობლისთვის უფრო რთულია ამ ომის წარმოება და მას უფრო მეტად უჭირს შენარჩუნება იმ ტერიტორიების. და პლუს ამას სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყველა ტერიტორია დაიბრუნა იმისათვის, რომ სამხედრო გამარჯვებას მიაღწია. ისტორიას ამის მაგალითები აქვს. პირველი მსოფლიო ომი გერმანიამ წააგო ისე, რომ მის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარისკაცი არ იყო, გერმანული ჯარები საფრანგეთსა და ბელგიაში იდგნენ და უბრალოდ ომის გაგრძელება არ შეეძლოთ. აი რუსეთი სავსებით შესაძლებელია მალე მივიდეს ამ კონდიციამდე. ხო, ამას შიდა პოლიტიკური პროცესებიც უნდა ახდეს, ხო, ყველა შემთხვევაში და ჯერჯერობით ეს ყველაფერი კარგად დახშული და დაგმანული აქვს პუტინს, რასაც ხედავთ. მოდით ამერიკის შიდა პოლიტიკის რეალიებიც რომ მოვიხილოთ, მათ შორის ის როგორ მიდის ტრამპის ადმინისტრაციის საქმე, ხო? ახლა უკვე მაისია, მალე რამდენიმე თვეში, ესე იგი, კონგრესი სრულად გავა დასასვენებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ კონგრესმენები და სენატორები წავლენ საკუთარ ოლქებში, საარჩევნო ოლქებში, შეხვდებიან ამ მრჩეველს და როგორც წესი იქიდან განსხვავებულები ბრუნდებიან ხოლმე, ხო? მოქმედებს ეს მთელი ეკონომიკური გარემო და ყველაფერი მათზე. როგორ უყურებთ ამ ნაწილს თემურ თქვენ? ხო, ეს ძალიან საყურადღებო მომენტია, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით გარკვეულწილად ამ სიტუაციაში არ ჩანს ჯერჯერობით სრულად ის ეფექტი, რაც ტრამპის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიღო, თქვათ, იგივე ჩინეთთან თუ ევროკავშირთან თუ კანადასთან გამოცხადებული ტარიფებით, ოღონდ ვითარება ისეთია, რომ ვინაიდან ეს ტარიფები საბოლოო ჯამში უკან წავიდა ძირითადში, დროებით თუ საბოლოოდ ამას გავარკვევთ, ამ მომენტისათვის ვითარება ეკონომიკური თვალსაზრისით დიდად არ შეცვლილა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ეკონომიკას რამდენად იმოქმედებს რთული საქმეა, მაგრამ რომ მიუბრუნდეთ საგარეო პოლიტიკის საკითხს, ძალიან საინტერესო ტენდენცია ჩანს ბოლო ხანებში. იყო რაღაც მომენტი, როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით ნაწილმა კორესპონდენტების და მოსახლეობის ნაწილმა აქტიურად დაიწყო ძახილი, რომ აი ზელენსკის არ უნდა მშვიდობა. დღეს პრაქტიკულად მიჩუმებულია ეს ფრთა. დღეს რასაც ვაკვირდებით, უკვე ტრამპის მხრიდან ამ მცდელობებს პუტინთან მიმართებაში დადებითი გამოხმაურებები პრაქტიკულად არ გააჩნია. ანუ ის რაც პრინციპში პროგნოზირებადი იყო 2 თვის წინ, რომ გავა დრო და ეს ხალხი დარწმუნდება, რომ სიამბლეში პუტინს არ უნდა და მშვიდობა და შესაბამისად აქედან გამომდინარე ზელენსკის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. დაახლოებით აქეთკენ მიდის უკვე პრაქტიკულად ამ საკითხთან დაკავშირებით დომინაცია მაინც და მაინც რო ვთქვათ არც მაშინ იყო უმრავლესობა უკრაინას უჭერდა მხარს და რუსეთს ძალიან ცოტა უჭერდა მხარს. ახლა უკვე უბრალოდ და ის ნეიტრალურიც იწყებს დაკლებას რეალურად, იმიტომ რომ უკრაინის მხარეს ბრუნდება. თავდაპირველად იქ იყო. და ეს უნდობლობა და არმოწორება რუსეთის მიმართ ღრმად გამჯდარი სენტიმენტია, მათ შორის განსაკუთრებით რესპუბლიკურ ამომრჩეველში, ხო? ეს ახალი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად თავსმოხვეულიც იყო და განპირობებული იყო ბაიდენის ადმინისტრაციასთან დიქოტომიაში რაღაცნაირად დაპირისპირებაში ამ ნაწილში. მოდი ვთქვათ რამდენიმე სხვა მათ შორის ევროპულ პოლიტიკაზეც იქ რა ხდება და მე გადმოვიდეთ ჩვენ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. რამდენად გრძელვადიანი შედეგები და რეალური შედეგები მოიტანა ევროპაში აი ამ საკუთარი თავდაცვის უნარიანობის შესახებ რაღაცა ინსტინქტების გამოღვიძება. და რამდენად რეალურად მოქმედებაში მოვიდა ის და მოდის ის, რაც ითქვა
ну თუნდაც აი 2-3 თვის წინ. ხო. იმისაც რომ ეს რეალობაში მოვიდეს ჩვენ დრო დაგჭირდება რეალურად, რადგანაც ევროპა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მართლაც იყო საღათას ძილში და ფაქტობრივად თლიანად გადააბარა თავისი უსაფრთხოება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ნატოს ფარის ქვეშ მართლაც ძალიან მცირე წვლილი შეჰქონდა ევროპას. დღეისათვის ახლა ფაქტია რომ იცვლება ეგ სიტუაცია. ჩვენ ხედავთ ძალიან სერიოზულ ცვლილებას გერმანიაში და როდესაც ბირთვული ენერგეტიკის აღდგენაზე მიმდინარეობს საუბარი, ეს უკვე ფაქტობრივად ნიშნავს, რომ გერმანია გადადის იმ მიმართულებებიდან, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვას 80-იანების მეორე ნახევრიდან ძალიან ტრენდული იყო ქვეყანაში, ახლა ფაქტობრივად ყველა ხვდება, რომ თავდაცვის უნარიანობაც გასაზრდელია, კი არის იქ შიდა პრობლემები, თქვათ ამ 5%-ამდე ზრდასთან დაკავშირებით, იგივე სოციალ-დემოკრატების მხრიდან, მაგრამ სოციალ-დემოკრატებიც ხვდებიან, რომ ეს გასაკეთებელია. უბრალოდ მათ აქვთ პრობლემა, რომ ასე სწრაფად რამდენად არის შესაძლებელი ამის გაკეთება, რამდენად დაზარალდება სხვა პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ. რეალურად ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ევროპა გაიღვიძა, ეს გრძელი პროცესი იქნება, ეს არ იქნება თქვათ 1 და 2 წლის ამბავი, მაგრამ სავარაუდოდ სადღაც 5 წლის შემდეგ უკვე 3 წლის განმავლობაში უკვე გამოჩნდება, 5 წლის შემდეგ ხელშესახებ გახდება და გავა ახლა სრულიად მაქსიმალურ მასშტაბებზე ალბათ გავა 10 წელიწადში. ну ეს თუ დღეს არსებული ვითარება გაგრძელდა ახლა. პრინციპი საფუძველი არ არსებობს იმისათვის რომ არ გაგრძელდეს. ეს შემოტრიალდეს, ხო? მოდით საქართველოსთან დაკავშირებით გადმოვიდეთ, ახლა საქართველოში ბევრი საკითხი დაგროვდა უკვე პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი პარტიის, თქვენი კოალიციის ლიდერები ძალიან მალე შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ, როგორც ურა ჯაფარიძე, ისე ნიკა გვარამე და ისე ნიკა მელია. ასევე ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება წინ 26 მაისია რაღაც საერთო ოპოზიციური გეგმების შესახებ გვესმის, ასევე როგორ უნდა აღვნიშნოთ ეს ეროვნული დღესასწაული ერთად და კვლავ დგას თვითმმართველობის არჩევნების საკითხი. გვინდა თუ არა ეს ასეა და ვინმეს უნდა თუ არა. მოდით დავიწყოთ ამ გირაოს გადახდის საკითხით. თქვენთვის რამდენად ცენტრალურია პერსონალურად ეს საკითხი და რამდენად სწორი არის ასეთი ძალიან დასაფასებელი, ღირსეული დამოკიდებულება და არაპრაქტიკული. მათ შორის, ხო, შეიძლება თუ არა ეს ორი განვასხვაოთ ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან. მე ვერ ვიტყოდი რომ არაპრაქტიკული ნაბიჯია. მოდით ასე მივუდგეთ საქმეს. დიახ, ჩვენი კოალიციის სამმა ლიდერმა განაცხადა, სამივე მის დაბარებული იყო იმ კომისიაში, რომ გირაოს არ გადაიხდეს. ახლა ძალიან ბევრი სვამს ასე საკითხს, რომ არჯობია რომ გარეთ იყო და შესაბამისად ეს რაღაც ბარტყი გადაუგდო ამ შემთხვევაში მთავრობას ამ გირაოს სახით. მაგრამ ვითარება ასეთია, გირაოს გადახდა ხელისუფლებას თუ დაპატიმრება მოუნდა ამ ხალხის და ჯერჯერობით ისე ჩანს რომ უნდა. გირაოს გადახდა არ გადახდა, ცვლის საკითხს არ ცვლის, ხო? მაქსიმუმ გადაავადებს 2-3 თვით, მეტითაც არ გადაავადებს. შეიძლება იმდენითაც არ გადაავადოს, გააჩნია ხელისუფლების დამოკიდებულება როგორი იქნება. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, თუ შენ ხელისუფლებას მიყვები ამ თამაშში, დიახ. ის მერე გეტყვის, რომ შენ ხო გირაო გადაიხადე, მაგრამ მაინც დამნაშავე იყავი და დაგიჭირე. რამე გარანტია აქვს მათ, ვინც გირაო გადაიხადა, რომ არ დაიჭერენ დღეს? კანონში ხო წერია ჯარიმა ან პატიმრობა 1 წლამდე. ეს მიუხედავად იმისა, რომ ორი მუხლი უდგება ამ იმას ორ კოდექსში, ადმინისტრაციულშიც და სისხლის სამართლის კოდექსშიც და საერთოდ აბსურდთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ რეალურად არანაირად არც კომისია ხო ლეგიტიმური არ იყო და ვიცით რომ ლეგიტიმური არ არის, პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და პლუს ამას ეს კომისია საერთოდ ორმაგად არ არის ლეგიტიმურია, იმის გამო რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მასში არ არიან და უნდა იყვნენ ნახევარი მაინც და აქედან გამომდინარე ამ თამაში შეყოლა უბრალოდ. ეს არის ხელისუფლებისთვის რაღაც დამატებითი რა ვიცი კოზირების მიცემა, ტრამპის სიტყვებით რო ვთქვათ, დამატებითი კარტების მიცემა. არავითარი აზრი ამას არ აქვს, იმიტომ რომ დღეს დადგება ეს დღე თუ 2 თუ 3 თვის შემდეგ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგ ბრძოლის ორგანიზებაზე მათ შორის საუბარი, ხო? ახლა ის გამოვიდა თქვენი სამივე ლიდერი
ესეთ აქტიური, მათ შორის ელენა ხოშტარეს გარდა იქნება ციხეში. ესეც შეიძლება ასე ვთქვათ, დროებითი მოვლენა აღმოჩნდეს. იმედია დროებითი მოვლენა აღმოჩნდება და ეს. არა, მე ვამბობ რომ მესამე მეოთხე შეურთება, კი, რა თქმა უნდა. არაფერი ამ ქვეყანაში უკვე გამორიცხული არ არის, იმიტომ რომ რეალურად ხედავთ იმას, რომ ფაქტობრივად მიმდინარეობს ბრძოლა პოლიტიკური პარტიების საერთო დაკრძალვასთან მიმართებაში და ახლა რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ახლა რომელიც ასევე არის კიდევ ერთი გამყოფი მომენტი ამ შემთხვევაში. ისტორიულად იმ ტიპის რეჟიმებს, რომელიც არის დღეს საქართველოში და ეს უკვე არ არის ნახევრად დემოკრატიული რეჟიმიც, ეს უკვე ავტორიტარული რეჟიმი. არჩევნების ბოლო გაყალბებამ ცხადყო, რომ ეს ხალხი არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს. როდესაც ასეთ რეჟიმთან გაქვს საქმე, ერთადერთი ვარიანტია არა თანამშრომლობა. აი ეს არ თანამშრომლობის პრინციპი არის ყველაზე დამღუპველი ასეთ ტიპის რეჟიმებისთვის. მას ძალიან აწუხებთ ლეგიტიმაციის საკითხი. ხედავთ, რომ ესე იგი ნებისმიერი გამოწვეული ხელი მათთვის ჟრიამულის საფუძველი ხდება ტელევიზიებში და მათი პროპაგანდა უცბად იტაცებს ამას, რომ აი მორიგი აღიარება მთავრობის რა აღიარება. არანაირად ეს აღიარება არ არის. ყველა გეუბნება, რომ უნდა ჩაატარო ახალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები. და ასეთ ვითარებაში ფაქტობრივად შენ როდესაც მარშვალ გოლს უგდებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სახით, შენ მაშინ ძალიან ბეცი პოლიტიკოსი ხარ. მოდით პირდაპირ ვიტყვი, არ არის ეს სწორი ამ შემთხვევაში, როდესაც შენ ლეგიტიმაციას ახდენ ამ ხელისუფლების. იმას თავი დავანებოთ, რომ არანაირი სარგებელი არ გექნება თან ყველაფერს ამას დავანებოთ. წარმოიდგინეთ, ახლა ოპოზიციის რაღაც ნაწილმა მიიღო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ამ შემთხვევაში ბევრად მეტია და ის უბრალოდ არ მივა იმ არჩევნებს. ამას თავი დავანებოთ, რომ რუსული რეჟიმის პირობებში შენ გამარჯვების შანსი არ აქვს. მიიღებ რას 100 კაცი გეყოლება თუ 200 კაცი გეყოლება საკრებულოებში, მაგრამ ისიც გამოწვევთ თვითმმართველობის არჩევნები ძალიან სპეციფიკური არჩევნები აქვს, როგორც ეს ხელისუფლებას უფრო მეტი და მაღალი შანსები აქვს, პლუს ეს არ ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ მაინც ინდივიდუალურად ტარდება, ხო, მუნიციპალიტეტებში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მათ შორის კამპანიის ჩატარების ბევრი კუთხით. ჩემი საყვარელი არჩევნები გაგებით, რომ დასაკვირვებლად ერთ-ერთი საინტერესო ბევრი ტენდენცია შეიძლება არჩევნებდეს კარგად ჩატარებული არჩევნები, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მე პირადად ჩემ თავზე შემიძლია ვილაპარაკო, ჩემ მოტივაციას ვერ ხედავ, რომ არჩევნებზე წავიდე, თქვა და ვინმეს მივცე ხმა და შესაბამისად ვერავის მოტივაციას ვერ დავინახავ, იც შეიძლება ამ წუთას ახლა ხედავდეს მონაწილეობას, თუმცა მესმის ინსტინქტისაც, რომ არჩევნების გამოტოვება პარტიისათვის შეიძლება იყოს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. მაგრამ არსებითად იყოს სხვანაირი ორგანიზაცია ჩამოყალიბების საწინდარი. მაგრამ ახლა დავაკვირდეთ ვითარებას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის პროპორციული არჩევნები მარტო, ეს არის მაჟორიტარული არჩევნებიც დიდწილად. პლუს ამას მოქმედებს ისევ ძველი კანონი, რომელიც მიხედვითაც პირველ ადგილზე გასული, განურჩევლად იმისა, რამდენ პროცენტს დააგროვებს გადის პირდაპირ იგებს არჩევნებს, ანუ დააბრუნეს ეს ძველი ის. ანუ ლოგიკურად რო იმსჯელო, არც ერთი მაჟორიტარული ოლქის მოგების შანსი არ აქვს რეალურად. იმ პარტიებს, ვინც გადაწყვეტს მთავრობასთან ამ თამაში შევიდეს. პრაქტიკულად ვერც ერთ ოლქს ვერ მოიგებს. პროპორციული არჩევნებით, აი, ეგ არის ზუსტად განსხვავება ახლა დააკვირდით თვითმმართველობის არჩევნებში, მთავრობა ტრადიციულად უფრო დაბალ პროცენტს აჩვენებდა რაღაც მომენტში, მაგრამ ადგილები ჰქონდა გაცილებით მეტი. რატომ? იმიტომ რომ 40%-ითაც 75%-ს იღებდა ადგილების მაჟორიტარების ხარჯზე, რომელსაც სულ იგებდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, პროდასავლური პარტიები არავითარ შემთხვევაში ამ თამაში არ უნდა შედიოდნენ. ახლა ყველას თავის სტრატეგია გასაგებია და ყველას თავის ტაქტიკა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საერთო სტრატეგიულ მიზანში ეს აშკარად არ არის. როგორ ფიქრობთ, ეს წითელი ხაზი იქნება ოპოზიციურ პარტიებს შორის? რომელიც იქნება ის, რომ ჩვენ ვიყოფთ ამის შემდგომ გზებს.
ну არ ვიცი ახლა ცალსახაა რომ ამომრჩეველი გააკეთებს ამ არჩევანს ფაქტობრივად. ახლა ჩათვალეთ რომ ის ვინც შეყვება ხელისუფლებას თამაშია ამ რუსულ რეჟიმს ვინც შეყვება ამ თამაშში დღეს ის გახდება მისი მოკავშირე. და მე არ მგონია რომ ანუ ცალსახად ასე ხედავთ ამ ამბავს რომ აუცილებლად მის მოკავშირე გახდება. იმიტომ რომ ლეგიტიმაციას ახდენს. როგორ ფიქრობთ ახლა თუ პროდასალურმა პარტიებმა მიიღეს მართლა მონაწილეობა ამ არჩევნებში გაგრძელდება ის ნეხი გარედან რაც დღეს არის? მოდი ამ გარეთ აწერნეხთან დაკავშირებთ რომ თქვა აი გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ. რამდენად ხარდაჭერილი იქნება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან და პირიქით ხომ არ მოვისმენ ჩვენ მოწოდებებს რომ არ შეხვიდეთ ბოიკოტში, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. შეიძლება იყოს მსგავსი მოწოდებები, მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია და იმ გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ ამ შემთხვევაში ამ ჩვენს ამ გადაწყვეტილებას ისინი შეეგუებიან. მათთვის უკვე ნათელია რომ საუბარი არ არის რაიმე დემოკრატიულ რეჟიმთან. შესაბამისად აქედან გამომდინარე თუ პროდასალური პარტიები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, მაშინ იქიდან უკვე წამოვა რომ თქვენ თვითონ აღიარეთ ეს არჩევნები. და შესაბამისად აქედან გამომდინარე ახლა ამ არჩევნებს თუ აღიარებთ და ამ არჩევნებს თუ შეყვებით, გამარჯვების შანსი სადაც ნულოვანი გაქვთ. მერე უკვე რაზეა საუბარი, მერე უკვე წნეხით შემცირდება რასაკვირველია და ყველასათვის ну მისაღები თუ არა ყოველ შემთხვევაში დელეგიტიმაციის საფრთხე ამ მთავრობას უკვე არ ექნება. მაშინ მოდი შევხედოთ შემდგომი თვეების ბრძოლის სტრატეგიას. ამ ნაწილს როგორ უყურებთ? ხო, წინ 26 მაისია, რომელიც ჩამოკიდებული თარიღია, ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთ. თუმცა წინ მოდის საფხულიც, რომელიც პოლიტიკურად შედარებით უფრო ისეთი გეღოთ. გურამიშვილისეული არის, შეიძლება ესე ვთქვათ. როგორ უყურებთ თქვენ აი ამ ზაფხულის პერსპექტივას მათ შორის? ну თავარი ამოცანა ჩვენ რა გვაქვს, ეს არის რომ ავუხსნათ ყველას აბსოლუტურად მოსახლეობაში, ვინც ოდნავ მაინც ყოფნობს, რომ ამ არჩევნებში შესვლა უბრალოდ არ შეიძლება. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია ზუსტად ამაში მდგომარეობს და ის შეხვედრები, რომელიც რეგიონებში ვატარებთ, ცხადყოფს ამას. პირველივე შეხვედრაზე ჩვენი წევრების ნაწილი, რომელიც მოვიდა იქ, მზად იყო, რომ პარტია დაეტოვებინა იმ შემთხვევაში, თუ გაიგებდა, რომ ვაპირებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და როდესაც გაიგეს, რომ არა, არ ვაპირებთ, პირიქით, ძალიან კარგიო, ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, მაქსიმალურად ყველასთან უნდა მივიტანოთ ეს აზრი, რომ არათანამშრომლობა რეჟიმთან არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ მივაღწიოთ ახალ სამართლიან არჩევნებს და შესაბამისად მივაღწიოთ ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც აი აუხსნელი ფენომენია საერთოდ ეს ხალხი, საერთოდ ჩვენი სასამართლო სისტემა ძალიან სერიოზული პრობლემებს წინაშე დგას და ყოველ ჯერზე რამდენჯერაც სასამართლოში რომელიღაცა პროცესს ვესწრები, ერთ და იგივე აზრი მიჩნდება ხოლმე, რომ ამაზე უარეს ხო არ შეიძლება მოხდეს და შემდეგ პროცესზე ხდება. ხდება, კი, და ჩვენ აი ხედავთ საოცრებას ამ პროცესების ამის გათვალისწინებით. კოორდინაციის ნაწილთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის ამაზე მუდმივად არის საუბარი, მუდმივი დაკვეთა ამასთან დაკავშირებით, რომ იქნებ გამოინახოს გზები, აი რაღაცა ეს ფორმატი სამამზურაბიშვილის გარშემო არსებული დარაზმულობა, ბევრს ესახება როგორც ხელისუფლების ერთადერთი რაღაცა ალტერნატიული მოდელი. ასე ხედავთ თქვენც? ну, მოდით ასე ვთქვათ, კოორდინაცია არსებობს საგარეო ფრონტზე და იქ შედეგები არის. ახლა საშინაო მიმართულებით ჩვენ ვერ შევთანხმდით, როგორც ხედავთ, ძალიან ფუნდამენტურ საკითხზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც რეჟიმთან თანამშრომლობა არ თანამშრომლობაზე გადის ამ შემთხვევაში. გარდა იმისა, რომ როგორც აღნიშნე, არ არის მომგებიანი წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც, პლუს ამას აი ეს მთავარი ლეგიტიმაციის კუთხით შექმნის პრობლემებს, რომ მთავრობის დელეგიტიმაციას საფრთხე არ ექნება იმის შემდგომ და აქედან გამომდინარე, ну ამ საკითხთან დაკავშირებით გვესმის ზოგისგან, რომ ჩვენ ყველა არჩევნებისთვის უნდა ვემზადოთ, გასაგებია ჩვენც ყველა არჩევნებისთვის ვემზადებით ხოლმე, ოღონდ ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ვემზადებით მხოლოდ ერთი არჩევნებისთვის, ეს არის საპარლამენტო არჩევნები. და მთელი ჩვენი სტრატეგია ამაზეა მიმართული.
და ხოლო და მეორე მხრიდან ჯერ ადრეა, ჯერ ერთი არავითარი ადრე არ არის და მეორე მხრივ არც ქართული ოცნების შემოგდებულის რო ყოფილიყო რა უშლიდა ხელს იმის თქმას რომ მსგავს სიტუაციაში ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ უბრალოდ მორჩა და გათავდა სანამ არ იქნება ჩატარდება თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები სანამ იქნება პოლიტპატიმრები და ასე შემდეგ ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ თვითმმართველობის არჩევნებში მაგრამ ნუ ამის თქმას რა უშლიდა ხელს საერთოდ არ მესმის ახლა მაგრამ ნუ ზოგს ასე ვთქვა თავის ტაქტიკა აქვს. თქვენს კოალიციას სწორედ იმ კოალიციათა და იმ პარტიათა რიცხვი შედის, რომელსაც აქვს პარტიული უჯრედები, პარტიული ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენ ამაში დამატებით რესურსსაც ხარჯავთ ახლა, ხო? ჩვენ ვნახეთ რაღაცა ახალ-ახალი ლიდერები, რომლებიც დანიშნეთ, მიაკუთვნეთ მათ რაღაცა რეგიონები, იმიტომ რომ ფაქტია რომ ამ მიმართულებით გინდათ რომ გაძლიერდეთ. პარტიები და კოალიციები, ვინც ნუ ასე ვთქვათ, ამ საკითხს ღიად ტოვებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ მათ ზურგს უმაგრებს ეს პარტიული ორგანიზაციები, რომელთა შენარჩუნებაც არჩევნებში მონაწილეობის არ მიღების შემთხვევაში არის რთული. თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ეს ამბავი? ხო, მე როგორც აღვნიშნე, ზუსტად პირიქითაა ჩვენს შემთხვევაში, ანუ ჩვენ შეიძლება ვერ შეგვენარჩუნებინაო ის ორგანიზაციები არსებული, რაც გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას განაცხადებით თანხმობას. იმიტომ რომ ამ ხალხმა პირდაპირ გითხრა, რომ სისულელე არავითარი აზრი არ აქვს. ადგილზე მათ ძალიან კარგად იციან სიტუაცია, რომ არაფერს არანაირი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. სადაც ჩვენ ახლა წინა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იყო მთელი რიგი რაიონები, სადაც საკრებულოს აკონტროლებდა, ხო? ოპოზიცია. და იყო რაიონი, სადაც საკრებულოც და მერიაც ოპოზიციის ხელში იყო. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობა არაფერს არ ნიშნავს ფაქტობრივად. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ეს დეცენტრალიზაცია მოხდეს. პარლამენტის არჩევნების დროს კი არ უნდა იხილებოდეს იქ რაიონის რაღაცა საკითხები. ეს არის თვითმმართველობის საკითხები. თვითმმართველობის არჩევნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ნორმალურადაა ეს ორგანიზებული, უფრო მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვიდრე ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნები, იმიტომ ის ხალხი განაგებს მაგას და იმ კონკრეტულად ასე ვთქვათ იმ ოლქს ის ამორჩეველი უყურებს ამით რომ აი ეს არის ჩემი პატრონი ამ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილებები მოქმედებს იმაზე მე მექნება შუქი, წყალი, გაზი და ასე შემდეგ და შემოსავალი როგორ განვითარდება ეს ჩემი რაიონი და ასე შემდეგ რაც არის ჩვენი იდეა ზუსტად ჩვენი კოალიციის და ჩვენი კონკრეტულად ჩვენი პარტიის ახალის იდეა ამ შემთხვევაში რომ აი ეს ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს მაქსიმალურად რომ თანხები რომელსაც ეს რაიონი იზიდავს მაქსიმალურად დარჩეს იქ და შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტიდან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდებოდეს საჭიროება ისეთ პროექტების დაფინანსების, რომელიც მართლაც მთლიანად ქვეყანას ხმარდება და მეტი განვითარება უნდა ქონდეს იმ რეგიონს და ადგილობრივი რეგიონალური ლიდერები უნდა არსებობდნენ, რომლებიც შეძლებენ ამ პრობლემების ადგილზე გადაწყვეტას და არა თბილისში ჩამორბენას ყოველ წამს და ფულის თხოვნას. შესაბამისად, ამის გაკეთება დღეს შეუძლებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ საკრებულო არ დაამტკიცებს ბიუჯეტს დაშლიან საკრებულოს. კი, დააშინებენ. ყველაფერს გააკეთებენ ისე როგორც აწყობთ. მადლობა ძალიან დიდი თემურ პაპასკერი, ცვლილების კოალიციიდან პარტია ახალის წარმომადგენელი იყო ჩვენთან ერთად. დავუშვებით თემურ პაპასკერს.